მოგესალმებით, მე მგონი პრობლემები მოგვარდა და ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ გადაცემა ნომერი 3, რომელიც ძირითადი ანალიტიკური გადაცემა იქნება კვირაში 3 გადაცემიდან, როგორც შევთანხმდით, 4 შაბათი კითხვებზე და განმარტებებზე იქნება მთავარი აქცენტი გაკეთებული, შაბათობით მიმდინარე მოვლენებზე და შაბათობით ჩვენ ყველაფერს გავაანალიზებთ. დღეს ერთადერთი მთავარი თემა არის თუ ის დაძაბულობა, რომელიც შეიქმნა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, როგორი ფინალი ექნება, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ამაზე უფრო აქტუალური, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს და ამას ცხადია უზარმაზარი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონი აქვს, ეს არ არის უბრალოდ დაპირისპირება. ეს არ არის დაპირისპირება, რომელიც 1 და 2 დღეში ან თუ გნებავთ 1 და 2 წელიწადში მოგვარდება, გამორიცხულია. საუბარია სრულიად ახალ მსოფლიო წესრიგზე, ახალ გადანაწილებაზე მსოფლიოში და ამისთვის მხოლოდ ის მთავარი ძალები, ძალთა ცენტრები იბრძვიან, რომლებიც ერთმანეთში დღეს აბსოლუტურად შეუთანხმებელია. ჩვენ უკვე ვიცით ამ ძალების შესახებ, ეს არის რა თქმა უნდა ლონდონ სიტი, ეს არის რა თქმა უნდა ვატიკანი და ეს არის ვაშინგტონი კოლუმბიის. ეს არის სულ და სად როგორ განაწილდება ძალები, სად როგორ გადანაწილდება ყველაფერი, ჯერჯერობით არის აბსოლუტურად უცნობი. დაპირისპირება, რომელიც რუსეთთან მოხდა ამ ბოლო პერიოდში, პოლიტიკური თვალსაზრისით არის არასერიოზული, იმიტომ რომ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა რუსეთისა, როგორ ქვია, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მედვედევმა განაცხადა კონტექსტს თუ დაუკვირდებით, მე ზუსტად ვნახე ეს ყველაფერი, რომ თუ ის მუქარები იქნება, რაც არის, მაშინ ამოქმედდება ეგრეთ წოდებული მკვდარი ხელი, ანუ რასაც საბჭოთა კავშირის დროს და მაშინ შეიქმნა ეს სისტემა პერიმეტრი ქვიოდა, ანუ ავტომატურ რეჟიმში ყველა ბირთვული შესაძლებლობა რუსეთისა ავტომატურად კოსმოსში გაშვებულია სპეციალური მუდმივ მოქმედი ხომალდი, სადაც ყველაფერი ამ სისტემის მართვა განხორციელდება და ბუნებრივია აქედან რა გამოვა, ღმერთმა იცის, იმიტომ რომ ბირთვული ომი ორ მთავარ ქვეყანას შორის არის სრული კატასტროფა. მე მგონი ეს იციან ამერიკელებმაც, თუმცა საეჭვოა, რომ დღეს ამერიკის ადმინისტრაციას ძალიან გონიერი მრჩევლები ყავდეს, ძალიან გონიერი მრჩევლების რჩევებს ისმენდეს ამერიკის პრეზიდენტი. მე თითქმის ყველას მოსაზრებებს, ყველას პოლიტიკურ ბექგრაუნდს გავეცანი, იმიტომ რომ შეუძლებელია სხვანაირად რაიმე ანალიზის გაკეთება და აღმოჩნდა, რომ ნეოკონსერვატული საგარეო პოლიტიკა აბსოლუტურად შეცვლილი არ არის ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებები და დღევანდელი პოლიტიკა ერთი და იგივე არ არის. ამიტომ რთული სისტემა, რას უნდა ველოდოთ? ველოდოთ უნდა იმას, რომ რუსეთი როგორმე შეშინდება ამ დაპირისპირებით და დათმობს რაღაცებს. ძნელი წარმოსადგენია, იმიტომ რომ როგორც ამერიკელი ანალიტიკოსები ზუსტად ასახავენ სიტუაციას და მეც ჩემგან უკვე დიდი ხანია გესმით ეს ყველაფერი. საუბარი არის თუ რუსეთის განადგურება ვერ მოხდება, რუსეთის დამორჩილება და მისი გამოყენება ჩინეთის წინააღმდეგ. აი და იმ რესურსებზე წვდომა, რომელიც რუსეთს გააჩნია. სხვა მთავარი ამოცანა აქ არ არის. საეჭვოა, რომ იმ ფონზე, რაც უკრაინაში ხდება და დაძაბულებთან დაპირისპირება სწორედ ამითაც არის განპირობებული, უკვე
დარჩა ბოლო ციხესიმაგრეები, რომ იტყვიან, ბოლო ის ქალაქები, როდესაც უკვე ჩასოვი არის იქნა აღებული, კონსტანტინოვკა, კრამატორსკი და სლავიანსკი და მეტი გამაგრებული აი ასეთი ქალაქი უკრაინას აღარ გააჩნია. შემდეგ იწყება დნეპრამდე ესეთი სწორი ადგილი, რომელთანაც და სადაც წინააღმდეგობის გაწევა ჯარისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია. ბუნებრივია დასავლეთი ვერ უშვებს იმას, რომ უკრაინაში შეიძლება რუსეთი გამარჯვებული იყოს. ამიტომ ზეწოლა არის არანორმალური. ზეწოლა გაგრძელდება. უკრაინის შეიარაღება გაგრძელდება, მისი დაფინანსება გაგრძელდება იმ პირობით, რა პირობებით აწყობს დასავლეთს, იმიტომ რომ უკრაინა მას სჭირდება იმდენად, რამდენად შესაძლებელი არის მისი რუსეთის წინააღმდეგ გამოყენება. ამასობაში არის სანქციების მუქარები, თუმცა არაერთმა სპეციალისტმა დიდი ხნის წინ ურჩია ამერიკის ხელისუფლებას, ჯერ კიდევ ბაიდენის დროს, რომ სანქციები არ იმუშავებდა და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც მედვედევი პრეზიდენტი იყო, მას მრჩეველი ყავდა ეკონომიკის საკითხებში ნესტეროვი, ის გაქცეულია, უბრალოდ აი უბრალოდ გაიქცა რუსეთიდან, ეხლა რაღაც ცენტრიად შექმნილი და ახლა მან მისცა დიდი ინტერვიუ ცნობილ ფიგაროს და იქ დეტალურად ახსნა ის შეცდომები, რაც დასავლეთი უშვებს, რომ არც ერთი ამ სანქციიდან გარდა რამდენიმე სანქციისა ფაქტობრივად შედეგს არ იძლევა. შედეგი რა უნდა იყოს? შედეგი უნდა იყოს ის, რომ რუსეთს გადაეკეტოს შემოსავლები. ბრძოლა ამისთვის მიდის. თქვენ წარმოიდგინეთ, ნახეთ, რა შედეგი დასრულდა ჩრდილოეთის ნაკადების შეჩერება, აფეთქება, შეჩერება, დაპირისპირება, ევროპის ქვეყნების შანტაჟი, ფონ დერ ლაიენსა და ამერიკის პრეზიდენტს შორის მოხდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ევროკავშირი შეიძენს ამერიკიდან ენერგომატარებლებს ბოლო უпростоრად მომავალი 3 წლის განმავლობაში 760 მილიარდი ევროს ოდენობით. და მომავალი წლიდან თუ არ ვცდებით, ცდილობენ, რომ საერთოდ არ იყიდონ რუსეთიდან. გასაგებია, რუსული ენერგომატარებლები გაცილებით იაფია, მაგრამ აქ უკვე საუბარია იმაზე, თუ დომინანტური ქვეყანა დასავლეთისა და აბსოლუტურად პოლიტიკურად განულებული ევროკავშირი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, სწორედ ეს დომინანტური ქვეყანა და მან მიიღო. ეხლა ახალი შეტევა თუ დააკვირდით თქვენ, არის ჩინეთზე და ინდოეთზე. ჩინეთთან ფაქტობრივად არაფერი გამოვა ზეწოლის თვალსაზრისით და ამ ერთი კვირის წინ მოხდა ძალიან პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაეროს უშიშროების საბჭოში, როცა ჩინეთის წარმომადგენელმა ძალიან მკვეთრი ფორმით, ისინი დიპლომატები არიან, არასდროს გამოირჩევიან მკვეთრივით, პირდაპირ მიმართა შეერთებულ შტატებს, რომ მათ უნდა ცხენოდათ თავიანთი საქციელის შესახებ და ის შეტევები, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ ხორციელდება, ფაქტობრივად უშედეგო იქნება. მაგრამ გაცილებით მოწყვლადია ინდოეთი. ინდოეთი მაინც იყო კოლონია. მე ქართველებს და გონიერ ქართველებს პირველ რიგში ურჩევდით, რომ საქართველოს კოლონია არასდროს არ ყოფილა. ჩვენი ისტორიის მანძილზე ჩვენ მქონდა რთული პერიოდი, იმიტომ რომ კოლონიად ყოფნის პერიოდი უკვალოდ არ ქრება და თუ გნებავთ მერე კოლონიალური სისტემის რღვევის შემდეგაც ინდოეთის დამოკიდებულება ბრიტანული თუ გნებავთ კულტურისადმი, თუ გნებავთ პოლიტიკისადმი, იგივე იმ ლონდონ სიტის გავლენა ინდოეთზე არის ჯერ კიდევ ძალიან დიდი. მართალია, ინდოეთი სერიოზული პარტნიორია რუსეთისა, სერიოზული პროპორციები საერთო შესყიდვებში სამხედრო ტექნიკისა და სხვა რამისა ძალიან დიდია. ინდოეთმა შესანიშნავად ისარგებლა შექმნილი სიტუაციით და დისკონტით მიიღო დიდი მოცულობის
ენერგომატარებლები რუსეთიდან ნავთობის გარეშე არ არსებობს მრეწველობა, არ არსებობს ეკონომიკა, მან გადაამუშავა ეს ყველაფერი თავის ქარხნებში და ისევ დასავლეთში გაყიდა სერიოზულ საბაზრო ფასად. ეხლა კი ამერიკელებმა რაკი ჩინელებთან ფაქტობრივად არაფერი გამოვა, მათ გადაკეთვა სურთ ინდოეთისა, რომ ინდოეთმა არაფერი შეიძინოს რუსეთიდან. მე ვნახე მთავარი ინდური გამოცემა, რომელიც ამბობს, რომ ინდოეთისთვის მთავარი სუვერენიტეტი, ამიტომ ჩვენ ასე იოლად არ დავთმობთ საკუთარ ინტერესს, მაგრამ ძირითადმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა სანქციების შიშით ჯერჯერობით შეიძლება დროებით, მაგრამ შეწყვიტეს რუსეთთან ნავთობის შესყიდვა. სანქციები ხორციელდება იმ ფლოტზე, რომელსაც გადააქვს რუსული ნავთობი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ არ იყიდის ინდოეთი ნავთობს მაგალითად რუსეთიდან, საიდან უნდა იყიდოს მან? გასაგებია, რომ ესეც ამერიკის კონტროლის ქვეშ იქნება. ამიტომ უზარმაზარი მართალია პრობლემური, მაგრამ საკმაოდ სერიოზული პოლიტიკის გამტარებელი ინდოეთი, რომელიც ეგრეთ წოდებული გლობალური სამხრეთის მთავარი ქვეყანა არის, აი სწორედ ამ მოწყვლადობის გამო იგი ვერ ხდება მეოთხე მთავარი მოთამაშე და მე როგორც ხედავთ, ეხლა როგორ გათავდება ეს კრიზისი ვერ გეტყვით, მაგრამ თუ როგორ გაივლის ინდოეთი ამ პერიოდს გამოჩნდება, შეძლებს თუ არა ის უახლოეს 10 წელიწადში გახდეს მსოფლიო მთავარი მეოთხე მოთამაშე, იმიტომ რომ ჰორიზონტზე სხვა არავინ ჩანს და არც არავინ არ გამოჩნდება. ტრამპი მოურიდებელია თავის შეფასებებში და ინდოეთი ძალიან უხეშად მოიხსენია, მკვდარი ეკონომიკა უწოდა მის ეკონომიკას და დაემუქრა, რომ პაკისტანიდან გაყიდინებთ ნავთობსო. ეს შეფასებები რამდენად უწყობს ხელს შეერთებული შტატების ავტორიტეტის გაზრდას მსოფლიო დონეზე, ძნელი სათქმელია. ამიტომ ფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ფაქიზად, ძალიან ყურადღებით, მაგრამ უსაშველოდ ცივი გონებით უნდა ვადევნოთ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს დაპირისპირება უკვე ეხება საქართველოს და კიდევ უფრო მეტად შეეხება. ამ დროს საქართველოში არის საშინლად სუსტი ხელისუფლება, აბსოლუტურად არაკონსტრუქციული ოპოზიცია, თუმცა მართვადი, მაგრამ არაკონსტრუქციული ოპოზიცია, ორმაგი დაქვემდებარებული ოპოზიცია, ერთი გარედან მართვა, მეორე ფულის ინტერესი ქვეყნის შიგნიდან და არ აკლიათ მას ეს ფული, მაგრამ სახელმწიფო ძალიან სუსტია პოლიტიკის გამო, სუსტია გამოკვეთილი პოზიციების გამო, აქ საუბარი არ არის ვის მხარეს უნდა ვიყოთ. კიდე გეუბნებით, ამ გლობალურ დაპირისპირებაში საქართველოს არ გააჩნია იმის ფუფუნება, რომ იყოს ვინმეს მხარეს. გამორიცხულია ხას უსვამ, თუ მინდა კისრის მოტეხვა. ვიყოთ რუსეთის მხარეს და ვიყოთ ამერიკის მტერი, ანდა ვიყოთ ამერიკის მეგობარი და ვიყოთ რუსეთის მტერი. არ შეიძლება ამ პოლიტიკის გატარება ისეთ ქვეყანაში, რომლის რეგიონით სამხრეთ კავკასია მოექცა მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში. ეს დაპირისპირება არა მარტო წლობით გაგრძელდება სამხრეთ კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და შუა აზიაში, განვითარდება მსოფლიო პოლიტიკის მთავარი პროცესები უახლოესი 30-40 წლის განმავლობაში. გამორიცხულია რაიმეს დაბრუნება მშვიდობიან თანამშრომლობაზე, რაღაც ესე იგი აღმშენებლობაზე, რაღაც ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენებზე და ასე შემდეგ. დიპლომატია მოკვდა. ყოველ შემთხვევაში მკვდარია დღეს და იგი მკვდარი იქნება უახლოესი წლების განმავლობაში. ეხლა ყველაფერი იქნება ვიცი შეხედულებათა სისტემა გაიმარჯვებს. ჩვენ მარტივად ნუყურებთ, რომ ეს იმას მოერევა, ეს სუსტია, ეს მონღოლია, ეს არის.
ეს ყველაფერი არ შეესაბამება იმ ქვეყნის მოქალაქეების აზროვნებას, რომელსაც საკუთარი სახელმწიფო ჰქვია. არავინ იცის, როგორ დამთავრდება ყველაფერი, მაგრამ მთავარი მიმართულებები გამოკვეთილია. თუ ეხლა დასავლეთი ვერ შეძლებს სხვა განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნების შეჩერებას, დასავლური 200 წლიანი, მოდით ასე ვთქვათ, 200 წლიანი სისტემა უკვე ყავლაგასული იქნება და უნდა ეს შეერთებულ შტატებს თუ არ უნდა, იგი ან უნდა შეეცადოს საკუთარი დაამყაროს და ამაზეა სწორედ ბრძოლა, მე მგონი არ გამოვა ერთპიროვნულად დამყარება, არის ჩინური მცდელობა მართლაც და სერიოზული რაღაცის ჩამოყალიბებისა, თუ ჩინეთს კიდევ ერთი 10 წელი ჭირდება, რომ ყველაფერი ქვეყნის შიგნით მოაგვაროს გარკვეული ამ საფრთხეები და გამომდინარე გადაათამაშოს ის სტრუქტურული დეფექტები, რომელიც არის ჩინურ ეკონომიკაში, არის პრობლემები მართვაში. ნახეთ რა მოხდა, ფაქტობრივად შეუმჩნეველი დარჩა საქართველოში, რომ ჩინეთში სი ძინპინმა დაკარგა ის ერთმართველობა, მას საკონსულტაციო საბჭო შეუქმნეს, რომელსაც ცნობილი გენერალი ხელმძღვანელობს და ფაქტობრივად იძულებული იქნება ამ საკონსულტაციო საბჭოში გაატაროს ყველა მისი გადაწყვეტილება. ჩინეთი არ გახლავთ ერთგვაროვანი ელიტების ქვეყანა, ეს თუ გნებავთ ეროვნული შემადგენლობითაც არ არის ერთგვაროვანი, ძალიან განსხვავებულია, დაახლოებით განსხვავება ჩინეთისა, როგორც მე გავარკვიე და რამდენიმე წიგნის წაკითხვა მომიწია, რომ ჩინეთის შესახებ რაღაც წარმომდგენა მქონოდეს, ვერ დავიკვეხნი, ჯერ შორსა ვარ ჩინეთის პროფესიული ცოდნისაგან, მაგრამ გარკვეული რამდენიმე მონოგრაფია მომეხმარა იმაში, დაახლოებით იგივე განსხვავება, რაც არის სლავებს შორის განსხვავება, თქვენ იცით რუსები როგორც სლავები, თქვენ იცით პოლონელები, იცით ჩეხები, იცით ასე შემდეგ, ყველა სრულიად სხვადასხვა, ფაქტობრივად ბევრი არაფერი აქვს საერთო და ვერც ახერხებენ სლავიანური კავშირის შექმნას, რა კი ისტორიულად ვერ მოხდა ეს 10 წელი უკვე აღარ მოხდება, სხვა რეგიონალურ გაერთიანებებზეა საუბარი, ისევია ჩინეთში საკმაოდ მოწყვლადი შიგა სტრუქტურა აქვს, საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი ელიტებია დაპირისპირებული ინტერესებით, თლად კონცენტრაცია ძალაუფლების არ გამოვიდა, ამიტომ ჩინეთში სერიოზული დაკვირვება უნდა პროცესებს, იმიტომ რომ ის მზარდი ქვეყანა, ის მალე გახდება ნომერ პირველი ქვეყანა მეცნიერების თვალსაზრისით. ასეთი რამ 30 წლის წინ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ საოცარი რაღაც მოხდა. თავარი რისთვისაც მიდის ბრძოლა, მოდით ახლა შევხედოთ კარგად, შევხედოთ ყოველგვარი ემოციების გარეშე ვის რა მოგწონთ, დაივიწყეთ ეს, როცა გლობალურ პოლიტიკაზეა ლაპარაკი და საერთოდ პოლიტიკაზეა ლაპარაკი. თუ ჩინეთი, რუსეთი და მათი საყრდენი საკმაოდ სერიოზული ბრიქსი, ანუ უკვე 10 ქვეყანა ძალიან სოლიდური გაერთიანებული განვითარების გზაზე შედგება და ეს სტრუქტურა გაძლიერდება, ჯერჯერობით არ არის ის ისეთი ძლიერი სტრუქტურა, ყოველ შემთხვევაში შიგა კავშირების მეშვეობით დასავლეთი იძულებული იქნება ჩაიწიოს ყველგან მსოფლიოში. ამიტომ დააკვირდით, ვის ურტყამს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკა. ბრაზილია ერთ-ერთი სტრატეგიული და უმნიშვნელოვანესი ქვეყანა 50%-იანი ტარიფები დაუწესა. სერიოზული ტარიფებია, თუმცა საკმაოდ შეძლებული ბრაზილია, მდიდარი ბრაზილია, საკმაოდ კი არა, ძალიან ჭკვიანი პრეზიდენტით, როგორცაც ლულა წარმოადგენს, აქვს იმის რესურსი, რომ
არ დააზიანოს თავისი ქვეყანა იმაზე მეტად, ვიდრე ეს დასაშვებია. დააკვირდით პრეზიდენტ ტრამპის დარტყმა ინდოეთზე 25%-იანი ტარიფები. დააკვირდით ტარიფებს იაპონიასთან, დააკვირდით ტარიფებს სამხრეთ კორეასთან, დააკვირდით რეგიონში ინდოეთის ეკონომიკურ კონკურენტ ქვეყნებთან ტარიფებს ყველგან დაბალია, ინდოეთის მაღალია. ამიტომ კიდევ უფრო დაემუქრება ტრამპი აუცილებლად თუ არ შეწყვეტ რუსეთთან ვაჭრობას, მაგრამ აი ახლა გამოჩნდება ინდოეთი, რამდენად მას შეუძლია დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება. ბრიტანეთი რჩება მთელი ამ გლობალური პოლიტიკის, ბრიტანეთს მოდით ნუ ვიტყვით ლონდონ სიტი, არ დავიწყებ ახლა ამის რჩება ერთ-ერთ მოტორად მთელი ამ ფარული პოლიტიკური ბრძოლისა, მაგრამ რა ნაწილში მოხდება მათსა და ვატიკანს შორის შეთანხმება, დღეს მე ამის შესახებ არ ვარ მზად, იმიტომ რომ არ მყოფნის ინფორმაცია. დააკვირდით ვატიკანის საქციელი, დააკვირდით სომხეთის საქციელი. სომხეთი ფაქტობრივად გადადის ვატიკანის ფრთის ქვეშ, მაგრამ 16 ივლისს ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრმა სომხეთისა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადებები, რომელიც ბევრ რაიმეზე მიანიშნებს. პირველ რიგში მან თქვა, რომ უფრო ადრე გავა ოდეკიდან, ვიდრე თქვათ ამ გაყინულ ურთიერთობას მოხსნის. ანუ ფაქტობრივად მიანიშნა, რომ ოდეკაში არ აპირებს დიდხანს ყოფნას. გასაგებია, რომ რაღაც გარანტიები მისცეს. თქვენ მე მაშინაც მიგაქცევინეთ ყურადღება, როცა საქართველოში იყო რომის პაპი, შემდეგ სომხეთში გადავიდა აქედან და თუ ერთი დღე იყო საქართველოში, 3 დღე იყო სომხეთში. ეს უბრალო მომენტი არ იყო და მაშინ ჩანდა, რომ ისახებოდა ის კონტური, რაზეც ახლა ფაშინიანი ღიად მიდის, ანუ სომხეთის, თუმცა ის ამბობს ღიად და გითხრათ სიმართლე სწორად ამბობს, თუმცა რამდენად ის დამოუკიდებელია თავის პოლიტიკაში, მეორე საკითხია. ეს არ ნიშნავს რუსეთთან ცუდ ურთიერთობას. ჩვენ გვინდა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა, ჩვენ გვინდა მჭიდრო ურთიერთობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გასაგებია, ეს პოლიტიკური რიტორიკა შეიძლება იყოს ლამაზად დალაგებული, მაგრამ სინამდვილეში არის ძალთა გადანაწილების პროცესი და აქ რა აქცენტები იქნება, ძნელი დასანახი არ არის. მთავარი მუშაობა, მათ შორის საქართველოშიც, დასავლეთის, ანუ მოდით ასე ვთქვათ, ვატიკანისა და ლონდონ სიტის ცხადია, ამერიკელებიც თავისაც ცდილობენ, მაგრამ კიდე გეუბნებით, ეს სამი სოფლიო ძალა არაფრით არ არის იმაზე თანახმარ, რომ ამიერკავკასიაში, თქვათ, ამერიკული პოზიციები დომინირებდეს, იმიტომ რომ კავკასია უზარმაზარი გასაღებია შუა აზიისკენ, რუსეთის იზოლაციისკენ, რუსეთზე ზეწოლის განხორციელებისკენ. რა შეძლებს რუსეთი? მოდით თუ ძალიან არ დავეხშობთ გონებას, მის შესაძლებლობებს შევამცირებთ, თქვათ, მანევრის თვალსაზრისით, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აშკარად არის გამოკვეთილი. ფაქტობრივად ეს დაპირისპირება არის რუსეთის ჩამოცილება ჩინეთთან ურთიერთობისგან და იგივე თუ გნებავთ ვატიკანისა და თუ გნებავთ ლონდონ სიტის, მოდით ასე ვთქვათ, გავლენის ქვეშ თუ ასე არ ვიტყვით, ყოველ შემთხვევაში ამ კოალიციაში მოაზრება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რამდენად რუსები, თუმცა მოდით ასე ვთქვათ, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება არის ნაწილი ამ გლობალური ელიტებისა,
ნუ იფიქრებთ რომ რაღაც დაპირისპირებულია, დაპირისპირება არის რუსეთს აქვს თავისი რომ იტყვიან რუსულად არის ტიკები ანუ თავისი ხუშტურები აქვს კიდე გეუბნებით, მათ თავისი სერიოზული ამბიციები აქვს. თუ ხელისუფლება იქნა რუსეთის მესვეული და მას დიდი ხანი არ აყავს რუსეთის მესვეული ხელისუფლება, ერთი 30 წელი იყო გამონაკლისი ისიც მხოლოდ ჩვენი თანამემამულეთა ჯგუფის მეშვეობით, თორე 300 წელი მინუს 30 წელი მას აბსოლუტურად არარუსი მეფეები მართავდნენ. დღესაც ისეთი გავლენებია, რომ არა შიში რუსი ხალხისა, მე კიდე გეუბნებით, ჩემი თაობის ადამიანმა არ შეიძლება არ იცოდეს რუსული კულტურა, არ იცოდეს ისტორია მისი სერიოზული ნაშრომებიდან, არ იცოდეს ამ ხალხის ფსიქიკა. როგორც კი რუსები საფრთხეს გძნობენ, რომ მათ მატუშკა რაციას რაღაც ემუქრება, ისინი ყველა ბრძოლის შემძლე ხალხია და ყველაფერზე წავლენ. ეს აშინებს დღევანდელ ძალიან სუსტ რუსულ ხელისუფლებას, რომელმაც დაუშვა ის, რომ 300,000 მეცნიერია ქვეყნის გარეთ გასული, $1 ტრილიონია ოფიციალურად გადარიცხული დასავლეთში და დასავლეთია დაფინანსებული იმის ნაცვლად, რომ ეს რუსული ეკონომიკას, რუსულ რეგიონებს და ინფრასტრუქტურას მოხმარებოდა. ამიტომ ეს ლავირების მომენტი არის, გავლენები აიღეთ თუნდება ძალიან გონიერი, მაგრამ ორმაგი დაქვემდებარებაში მყოფი რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ნაბიულინა, იგი სავალუტო ფონდის კადრია, იქ გადარდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ორმაგი დაქვემდებარებაშია. რუსეთის პრეზიდენტი ვერ ანაცვლებს ამას, იმიტომ რომ არ ჭრის ანუ არაფეთქებს იმ ხიდებს, რომელიც მას სავალუტო ფონდთან და თუნდაც მსოფლიო ბანკთან დააკავშირებს. დააკვირდით ერთ მნიშვნელოვან რამეს, რომელსაც ქართველები ყურადღებიდან უშვებენ. აი რატო ვერ დაამარცხა უკრაინა ამდენი ხანი და ესე იგი და ესე შემდეგ. რუსებმა კარგად იციან, მათ ძალიან სჭირდებათ ევროკავშირი, ევროპის ქვეყნები და თუნდაც შეერთებული შტატები ურთიერთობისთვის. ამიტომ საკუთარი ინიციატივით არ ჩაჭრიან ამ ხიდებს, ითმენენ ბევრ რაიმეს, რომელიც გითხრათ სიმართლე სრულად არ არის მოსათმენი, ითმენენ, იმიტომ რომ ყველაფრის დასრულების იმედი აქვთ, რომ შემდეგ ურთიერთობის აღდგენა მოხდეს. რატომ? მენტალურად დასავლური კულტურა და რუსული კულტურა, ეს არის ქრისტიანული კულტურები კლასიკურ ფორმაზე გულისხმობ. ერთმანეთზე მოახდინეს უზარმაზარი გავლენა. არ დავიწყებ ამ თემას, თუმცა შეიძლება ერთი გადაცემა გავაკეთოთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-20 საუკუნის დასაწყისი, რამხელა გავლენა იყო რუსი შემოქმედი ხალხის გავლენა დასავლურ კულტურაზე. ხა არ დავიწყებ ამის ჩამონდათ, ასევე იყო უდიდესი გავლენა დასავლეთისა რუსეთზე. თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი კლასიკური ეპოქა რუსული ხელოვნებისა და მწერლობისა, ტურგენევი და ასე შემდეგ. ტურგენევი ხო კლასიკური დღევანდელი ლექსიკით მედასავლეთე იყო, მაშინ გაჩნდნენ ზაპადნიკები და გაჩნდნენ სლავიანოფილები და მის შემდეგ ეს გადალახული რუსეთში არ არის. ანუ ყველას იმ ზაპადნიკებს მიაჩნდა, რომ რუსეთის კურსი არის დასავლეთისკენ, სლავიანოფილებს საკუთარი კულტურის ხარჯზე უნდათ აღორძინება და დღესაც ეს გადაწყვეტილი არ არის. სად ხდება ასეთი რამეები? ასეთი რამეები იმ ქვეყანაში და იმ ხალხში ხდება, რომლებიც საბოლოოდ ჯერ ერად ჩამოყალიბებული არ არის. შეიძლება უცნაური რაღაც ვთქვი ახლა, მაგრამ რეალურად ეს ასე არის. რატომ ვერ ჩამოყალიბდა ეს? იმიტომ რომ მას ჰქონდა
კოლოსალური წყვეტები, რომელსაც ვერანაირი სხვა კულტურა ვერ გაუძლებდა. ნახეთ, ერთი რევოლუცია 1905-ში, მეორე რევოლუცია 2017-ში, სამოქალაქო ომი, უზარმაზარი მიგრაცია, 2 მილიონი რუსი ინტელექტუალური ნაწილი, რუსეთის ინტელექტუალური ნაწილი, მოდით გარდა ამისა, ის თავადაზნაურობა, რომლებიც შეძლებულ სერიოზულ ფენას წარმოადგენდა, წავიდნენ ემიგრაციაში, შემდეგ იყო შიდა დაპირისპირება ტროცკისტულ ბოლშევიკურ ძალებს შორის და რეპრესიები და უზარმაზარი მსხვერპლი, შემდეგ იყო მეორე მსოფლიო ომი, გამანადგურებელი მსხვერპლი საბჭოთა კავშირის მიერ გაღებული, შემდეგ იყო 50-იანი წლები, მერე უკვე 90-იანი წლები და ფაქტობრივად ის აღმავლობის ხაზი, რაც ჰქონდა დასავლურ ევროპის ქვეყნებს და ამერიკის შეერთებული შტატების ქვეყნებს, რუსეთისთვის არ იყო ის მას წყდებოდა ეს, შემდეგ ის იწყებდა ასვლას, ისევ წყდებოდა ეს და დიდი დანაკარგის ხარჯზე მას ხელახლა ადგენა ხდებოდა, ეს უზარმაზარი ხარჯია რესურსისა, ფაქტობრივად რესურსის არაეფექტური გამოყენება, მაგრამ მაინც ესე იგი რა უნდა ვიფიქროთ ამაზე? უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ძალიან სერიოზული საციცოცხლო უნარის მქონე ხალხია ხასუსვამ, ამიტომ თავარი არის რუსეთისთვის მისი პოზიცია როგორი იქნება და როგორ გაივლის ის ამ კრიზისს. მე თვეებია და წლების წინ თქვი, საოცარი იქნება, სასწაული იქნება რუსეთი დასავლეთთან ომს რომ გადაურჩეს. მე არ ვსაუბრობ და არ მჯერა გითხრათ სიმართლე შეერთებული შტატებისა და რუსეთს შორის ბირთვული ომის წარმოების შესაძლებლობა. მე ამერიკულ პრესას კარგად ვადევნე თვალყური, მათ შორის CNN-იც კი იმას წერდა, რომ კი თქვაო ტრამპმა, რომ 2 წყალქვეშა ნავი ეგრეთ წოდებული ოჰაიოს კლასისა გადაადგილდა იმ ადგილებში, რომლებიც თქვათ რუსეთთან წდომას აშკარად გადიდებდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ზუსტად და გადამოწმება შეუძლებელია, ნამდვილად არის ეს ბირთვული ის ოჰაიოები, რომელებზეც არის ტრაიდენტის რაკეტა 16 თითოეულ რაკეტაში 16 ქობინი და ასე შემდეგ, თუ ეს არის უბრალოდ ატომური სუბმარინი, რომელიც ცოტა სხვა რამე არის, ანუ ატომური წყალქვეშა ნავი, მაგრამ შეიძლება ბირთვული არ არის. როგორც სკოტ რიტერმა ახსნა, სულ მოძრაობაში ამერიკას შეიძლება კონდეს, ახლა ის შეიარაღების სპეციალისტია და უზარმაზარი წოდომა ჰქონდა მსოფლიო დონეზე, მათ შორის შესანიშნავად იცის ამერიკული შეიარაღებაც, მან ახსნა ასეთნაირად, რომ 2 ოკეანეში, წყნარ და ატლანტიკის ოკეანეში 2 ოჰაიო კურსირებს ატომური იარაღით შეიარაღებული, შემდეგ ისინი იცვლება და 2 ახალი რჩება, კიდევ სავარაუდოდ არსებობს ის, რომ ჩაშვება შეიძლებოდეს კიდევ 2-3 წყალქვეშა ნავი, სულ 14 აქვს, მაგრამ ყველა არ არის გამიზნული ერთდროული გამოყენებისთვის, ამიტომ განაცხადა კი ტრამპმა რომ გაუშვა, მაგრამ რა გაუშვა ამერიკაშიც არ იციან. თუმცა ყველაფერი ექვემდებარება გითხრათ სიმართლე კონტროლს, ყველაფერი აღმოჩენადია და უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უფრო შანტაჟია, უფრო ზეწოლა რუსეთზე და რუსეთი დაყვება თუ არ დაყვება ამას. მე შემიძლია წარმოვიდგინო, იმიტომ რომ მართალია მაშინ სკოლაში სადღაც მეოთხე კლასში ვიყავი, მაგრამ მე კარგად მახსოვს ის შიში, რომელიც მე მესმოდა იმ კარიბის ზღვის კრიზისთან დაკავშირებით და ის მართლაც მე როცა ბევრი რამ წავიკითხე ამ კრიზისზე, ლამის გადაწყვეტილი იყო ბირთვული ომი და სრულიად აქტიური ხალხის არასახელისუფლებო სფეროში ყოფი ამერიკელებისა და რუსების, საბჭოთა
წარმომადგენლების მეშვეობით მათ მოახერხეს შეეჩერებინათ საკუთარი ხელისუფლებები. ეხლა გაცილებით მძიმე სიტუაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ დიპლომატიური აზროვნებიდან გასულია თითქმის ყველა დასავლური და აღმოსავლური ქვეყანა, ყველა არის იარაღზე, ძალისმიერ მოქმედებაზე გადასული და აქ საუბარი იმაზე, რომ დიპლომატიური აზრი, რაღაც საღი აზრი გაიმარჯვებს, არა, იქნება ბოლომდე მიყვანილი ყველაფერი, ვისი დამორჩილება, ვისი წაქცევა, ვისი შეშინება შესაძლებელი იქნება. მე რატომ ყვები ყველაფერ ამას? საქართველო ამ ორ მტრიალშია მოხვედრილი. ნუ ფიქრობთ თქვენ, რომ საქართველომ გადალახა რაიმე წინააღმდეგობა და ეხლა ფონს არის გასული და მშვიდად შეუძლია იარსებოს. გამორიცხულია საქართველოში კიდევ უფრო დამძიმდება მდგომარეობა, იმიტომ რომ მძიმდება მთელ მსოფლიოში და მძიმდება იმ რეგიონებში, სადაც დასავლეთისა და რუსეთის ინტერესები ეჯახება ერთმანეთს და ფაქტობრივად დაუბალანსებელია. სამხრეთ კავკასიის დაკარგვა რუსეთისთვის არის ფაქტობრივად სასიკვდილო ხასუსამ, მოწყვლადი დაღესტანი, ჩრდილო კავკასია, შემდეგ ვოლგისპირეთის მუსულმანური უზარმაზარი მდიდარი რესპუბლიკები, შუა აზიაში იგივე მდგომარეობა რუსეთს, ამიტომ არის ყველგან არის, როგორ იცით, რამდენიმე მიმართულებით დაძაბულობა, თქმა იმისა, რომ ამერიკელები შეძლებენ დიდი ავღანეთის გეგმის სამუშაობას, რომელიც აბსოლუტურად არ შედის ბრიტანელების ინტერესებში. ბრიტანელებს შუა აზიაში და საქართველოში და მთლიანად კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში დიდი გავლენები აქვს, აზერბაიჯანში დიდი გავლენები აქვს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ იმ წითელი ხაზის გადალახვა არ შეიძლება, რომლის შემდეგაც რომელიმე ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორც სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოებია, ამ უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოხდებიან. ხასუსამ ვერავითარი აზერბაიჯანის დაპირისპირება ვერ მოხდება რუსეთთან, იმიტომ რომ აზერბაიჯანი უბრალოდ არ შეწყვეტს არსებობას. ვერანაირი სომხეთის დაპირისპირება რუსეთთან ვერ მოხდება და ვერანაირი საქართველოს დაპირისპირება ვერ მოხდება ჩვენი სახელმწიფოს განადგურების გარეშე. ხასუსამ პოლიტიკური თვალსაზრისით ვისაც გაინტერესებდა როგორი მოდით ასე ვთქვათ, წმინდა პოლიტიკური შეფასებები გააკეთა ფაშინიანმა 16 ივლისს. ეს პრესკონფერენცია უნდა ნახოთ, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა არ მოახდინო დაძაბულობის ესკალაცია. როგორც კი ალიევმა ზედმეტი ნაბიჯი გადადგა, იმავე წუთს მან შეწყვიტა, იმავე წუთს როცა გაჩნდა უზარმაზარი საფრთხე აზერბაიჯანისთვის და პირადად მისთვის. იმიტომ იყვნენ ბუნკერებში გადამალული, როდესაც კასპიის შუა ზღვის შუა ნაწილში ორი ხომალდი იქნა გამოშვებული რაკეტებით, რომლებიც არაფერს დატოვებდა ბაქოსგან და ასე შემდეგ. ამიტომ არის განადგურებაზე თამაში. აქ არ არის სიმპათიების დრო, აქ არ არის მე ეს მომწონს, მე მომწონს ქართული სახელმწიფო. მე ამ ქვეყნის შვილი ვარ და მინდა ეს ქვეყანა. მე მინდა ფანტასტიკური ქართული კულტურის წიაღში ცხოვრ. მე რა რომ ვიღაც ქართველები ხანასი არიან, ხანისი არიან, ჯამურად ჩვენ შენარჩუნებული გაქვს ჩვენი კულტურა, ამ უბედურებებსაც თუ ქართველების საღი ნაწილი მოინდომებს, ჩვენ აუცილებლად დავძლებთ და ძალიან მაგარი ქვეყნის აშენება შეგვიძლია ყველა პარამეტრით. მე მზად ვარ, იმიტომაც არ მივდივარ არსად ერთ გადაცემას, ორ, სამ გადაცემას და მიუძღვნის ზუსტად ყველა იმ საკითხს, თუ როგორ შეგვიძლია ავაშენოთ ძალიან მაგარი ქვეყანა. კიდე გეუბნებით, თუ არ იქნა ქართველთა სურვილი და
ამის მოსურნე ქართველები ძალას არ წარმოადგენს, დანარჩენი არის ყველაფერი სერელობა. ვიღაცა ახლა წერენ რომ აი ამ პარტიის პროგრამებზე რა სიტყვი, იმ პარტიის რა სიტყვი, რომელი პარტია? გეკითხებით, რომელი პარტია? მანახეთ პარტია, რომელიც არის ძალა. სამხედრობრივად განსხვავებული, საკუთარი ქვეყნის მესწავლი, მაგრამ ძალა. ხას უსვამ. მე მქონდა ბედნიერებაც და უბედურებაც გამევლო ის ყველაფერი, რაც გავიარე. მე ვნახე ქართული პოლიტიკის უღრმესი კუნჭულები, რომელიც დაფარულია უდიდესი რაოდენობის ხალხი. დიდი 0.001%-მა შეძლო შეაღწიოს ამ. მე წამოვედი იქედან, იმიტომ რომ პერსპექტივა ვერ დავინახე. პოლიტიკაში ან ხარ ძალა, მე მინდა ეს საღმა ქართველებმა გაიგონ, ან ხარ არავის. შენი პროგრამები არავის არ აინტერესებს. შენ კაი კაცი ხარ? ცხოვრებაში შეიძლება ძალიან კაი კაცი იყო. შეიძლება საპატივცემულო კაცი იყო, მაგრამ როცა შენ გინდა პოლიტიკაზე იმოქმედო, პოლიტიკა შენს მიმართ ყრუ არის, იმიტომ რომ შენ არავინ არ წარმოადგენ პოლიტიკაში. რა შეუძლია ამ შემთხვევაში ერთ ადამიანს? ერთ ადამიანს შეუძლია მაინც უზარმაზარი რამ. ზემოქმედება მოახდინოს ამ პოლიტიკაზე გადარჩენილი საღი ქართველების გონების მობილიზაციის და იმ ერთობის შესაქმნელად, რომელსაც ქართველთა დიდი გაერთიანება ქვია. ხას უსვამ. ერთ კაცს უზარმაზარი რამის გაკეთება შეუძლია. ერთი კაცი ანთებს სანთლებს. მაგრამ ამ სანთლებს შუქზე თუ არავინ არ გაყვა, ეს კაცი დარჩება მარტო დავარქვათ ამას ხმამ, ღაღადებლისა, უდაბნოსა, შინა, მაგრამ ეს უდიდესი საქმეა. თუ გადარჩენის რესურსი არსებობს ქვეყანაში, ჩვენ გავარღვევთ ამას, მე ამაზე მივდივარ, არაფერს არ ვერიდები, ხას უსვამ. ამ საქმიანობისთვის მე თქვენგან არაფერი არ მჭირდება. მე არ მჭირდება თქვენი ხმები, მე არ მჭირდება რაღაც, მე ამას ვაკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა ჩემი წამსი. ასე იყო ჩემი ბაბუასგან, ასე იყო მამაჩემისგან, იმ ოჯახისგან, რომელშიც მე გავიზარდე. მე სამაგიეროდ არაფერი არ მჭირდება. მე ფიქრობ, რომ წარმატებული ადამიანი ვარ, ვაკეთებ ისეთ საქმეს, რომელიც ძალიან ბევრს არ შეუძლია, წერ წიგნებს, რომლებიც და ამ წიგნებზე მე ცალკე ვისაუბრებ ერთხელ, ახლაც მალე გამოვა ძალიან კარგი წიგნი. ეხლა სანამ არ მომეწონა, მე თვითონ ვერ გადავწყვიტე, რომ დამებეჭდა, თუმცა თებერვალში ვაპირებდი თამაშების თეორია ეკონომისტებისთვის კიდე გამოვა ჩემი წიგნები, ამიტომ მე იმ ასაკში ვარ, როცა თუ რაიმე დავაგროვე ამ არანორმალური შრომით, უნდა დაუტოვო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გააგრძელებენ ყველაფერ ამას და მე მინდა კიდევ გარკვეული ადამიანების გასაგონად თქვა, მე ვაკრიტიკებ ახალგაზრდების იმ ნაწილს, თუმცა უფრო ვაკრიტიკებ იმ ხალხს, ვინც ეს ნაწილი ახალგაზრდობისა უბედურებამდე მიიყვანა იდეოლოგიის დანამატად, არბენინებს იმ უაზრო აქციებზე, შინ ევროპაში მიეჩქარება, გახადეს LGBT-ს მიმდევარი, დამთურმე ეს თავისუფლება ყოფილა. ხას უსვამ, მე ჩემი საქმიანობის ყველაზე დიდი გამართლება არის ის, რომ ახალგაზრდებს ხვდები, ისინი მწერენ, ერთმა მომწერა ძალიან კარგი პიროვნება არის ახალგაზრდა. ბატონო დემური ყველაფერს ვკითხულობ, ყველაფერს, მაგრამ ეს მომწერა პირადში, არა საჯაროდ. მაგრამ მე სხვა მხარესა ვარ. მე ვარ იმ LGBT იმ თავისუფალი და მე გასაგებია, რომ ყოველგვარი შეგონებების გარეშე კაც დავესაუბრე, როგორც უნდა და ყოველგვარი აქტი არ დამირღვევია და არ ვიტყვამს, რომ ეს ცუდია არაფერი, მე უბრალოდ მივანიშნე ბევრ რამეზე. მე მოხარული ვარ, რომ ყველგან სადაც მიმიწვიეს მივედი და ამას თავისი რეზონანსი ჰქონდა და უამრავი ნეგატიური გამოხვა, რატო მიდი იქ და მე ვიღაც ყოყლოჩინა, რაღაც
რო იტყვიან კარიერისტი თანამდებობის პირი არა ვარ, მე ნორმალური საღი ადამიანი ვარ, ამიტომ ყველგან მივალ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ფემინისტმა როცა ფანტასტიკურად კარგმა ჟურნალისტმა როცა მიმიწვია მივედი და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თითქმის 96,000-მდე აქვს ნახვა და თქვენ უნდა ნახოთ ახალგაზრდები, მე მგონი 1000-მდე კომენტარია და არაერთმა ახალგაზრდამ მომწერა, რომ არ ვიცოდი თქვენ შესახებ და აღტოვანებული ვარ, ბოდიში ამას მე ჩემს საკებად არ ვამბობ. ჩემი ქება ის არის ახალგაზრდებმა რო ეს მომწერეს და ძალიან ინტენსიური იყო. მე მივედი ეგრეთ წოდებული ჯენზი თაობის გადაცემაში და ერთმა თვიანი კაცია მომწერა, აი ბზენი კაციო, იქ როგორ აღმოჩნდიო. კაცო, როგორ არ აღმოჩნდები? ჯენზი თაობის ყველა გადაცემაში მივალ, ყველას დავესაუბრები და მე მომეწონა და გამიხარდა ის, რომ ახალგაზრდების რაღაც ნაწილი ვნახე, კომენტარები, რომ აი ისინი არ ემხრობიან იმათ პოზიციებს და ამ შემთხვევაში გიორგ ხელიძის მხარეს ვართო და ეს არის უდიდესი რამ. ჩვენ არა ძალმემრეობით, არა რაღაც შეგონებით, არამედ განმარტებით იმის ახსნით თუ რა არის ნამდვილი განათლება, ნამდვილი განვითარება. ბოლოს და ბოლოს ეს ახალგაზრდები, რომლებიც იდეოლოგიის მსხვერპლი გახდნენ, ამ ქვეყნის შვილები არიან. სხვა საქართველებთან ერთად მათ ეს ქვეყანა უნდა ჩაიბარონ. რამდენიც არ უნდა მოვინდომოთ ჩვენ, ხო? მე ჯერჯერობით ვიღაც მეუბნება ასაკიანი ხარო, მაგრამ ასაკი არ არის ის, რაც ჩანაწერშია. ეხლა ბავშვის ასაკი და მოზარდის ასაკი არა მაქვს, მაგრამ ღმერთის წყალობით მე კიდე ძალიან დიდხანს ვიქნები და ძალიან ბევრ რამეს დავწერ და გავაკეთებ. შრომის უნარიანობა არანორმალური მაქვს. 3-4 საათამდე მე დღესაც ყოველ დღე სამსახურიდან მივიდივარ ღამისათ საათზე, შემდეგ სახლში ვაგრძელებ მუშაობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთმა საცოდავმა, მოდი უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ძალიან სამხიარულოდ მომეჩვენა, გაგრიდან არის ტოლვილი ვიღაცა. და ესე იგი, იმდენად უჭკუა, აი ჩემს იმ განცხადებაზე, რომ მე ძალიან ბევრს მუშაობ და აუ სტალინი არ გაცოცხლებულაო. ესე იგი, წარმოიდგინეთ თქვენ, როგორი გასრესილი ადამიანის გონება, როცა მას არ შეუძლია მისი თანამემამულის, მისი თანამედროვეს აღქმა, მოსმენა და ეს სულელური პარალელები რო არ გაევლოს. მაგრამ არა უშავს, ვიღაცა შემოხტება, ვიღაცა რა იქნება. ძალიან საშიში მდგომარეობა არის. მე ვცდილობ ვადევნო ყველაფერი. რაიმე სანუგეშო საქართველოს პოლიტიკისა რა გვაქვს, მოდით ასე ვთქვათ. გასაგებია, რომ დღევანდელი ფაქტიური საქართველოს ხელისუფლება არ მიდის კონფრონტაციას. თუმცა აკეთებს ერთ ნაბიჯს აქეთ, მეორე ნაბიჯს აქეთ. მესამე ნაბიჯს საერთოდ გაურკვეველი მიმართულებით აკეთებს. ეხლა მსოფლიო პოლიტიკაში დგება ისეთი მომენტი, რომელიც გამოკვეთილ პოზიციებს მოითხოვს და გამოკვეთილში მე იმას კი არ გულისხმობ ჩვენ, აბა რომელის მხარე ავირჩიოთ. ჩვენ ამ სიცულელის გაკეთება თუ გნებავ დავირჩიოთ მხარე და რასაც მივიღებთ კარგად დავინახოთ. ჩვენ გვჭირდება საკუთარი პოზიცია, ძალიან ღრმა ცოდნა მიმდინარე პროცესებისა, ჩაურევლობა ამ უდიდეს დაპირისპირებაში ხაზს უსვამ. საუბარია მსოფლიო სიმდიდრეების ახალ გადანაწილებაზე. საუბარია ახალ წესრიგზე, რომელიც გააკონტროლებს ამ გადანაწილებას. და ჩვენ გვინდა იდეოლოგიური სისულელეების, იდეოლოგიის სიმახინჯის დონეზე გადავდგათ ნაბიჯები, შინ ევროპაში ვიაროთ, თუ დავბრუნდეთ, სადავბრუნდეთო რას ამბობ ჩელიაბინსკში, ხო? აი, როგორ შეიძლება გაუსრისო ადამიანის გონება, რომ აყვირო საჯაროდ, რომ ჩელიაბინსკში არ გვინდა და ევროპაში გვინდა.
აი ეს არის იდეოლოგიით გამოთაყვანება და ეს არის საშინელება, რომელიც საღ რაციონალურ აზროვნებას გამორიცხავს. აი ეს მომენტი არის მთავარი. ჩვენს მეზობლებს რაც შეეხება, ჩვენ ასევე ზუსტად უნდა ვიცოდეთ სომხური პოლიტიკის ვექტორი, მიმართულებები, ცვლილებები, იმიტომ რომ ისინი მეზობელი ჩვენ ასევე ზუსტად უნდა ვიცოდეთ აზერბაიჯანული პოლიტიკის ნიუანსები და მოძრაობები, თურქეთის, რუსეთის, თავისთავად ხადია, ირანის სერიოზული მოთამაშეა სამხრეთ კავკასიაში, ნურავინ იფიქრებს და ის სულელური განცხადებები ამ არაფრის მაქნისი ხალხისა, რომ ვერ გაუგია ირანი, რაც წარმოადგენს, არც მისი განათლების სისტემა იცის, არც მეცნიერება იცის, არც სხვა რამ არ იცის. დააკვირდით ერთ რამეს ირანული სახელმწიფოს შესახებ გეუბნებით. როგორც კი აზერბაიჯან-ირანის გამწვავება მოხდა და ირანელებმა დაადანაშაულეს აზერბაიჯანელები, რომ თავრიში დრონების აფეთქება აზერბაიჯანის ტერიტორიიდან მოხდა, აზერბაიჯანელებმა მაშინ მოინდომეს იმის გათამაშება, რომ სამხრეთ აზერბაიჯანში, რომელიც ეხლა ირანის შემადგენლობაშია, აზერბაიჯანულ მხარე, ანუ აზერბაიჯანელები გამოეყენებინათ ირანის წინააღმდეგ. და თქვენ ვერ წარმოიდგინეთ, მე ნახე ეს ყველაფერი, ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელები დიდ მიტინგზე გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ ისინი ჯერ არიან ირანელები და შემდეგ არიან აზერბაიჯანელები, ამიტომ მათი ქვეყანა არის ირანი და არა აზერბაიჯანი და ამით დამთავრდა ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობის გაკეთება. ჩვენ ასეთი სიმყარე გვჭირდება ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ფენებს შორის, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის საერთო ენის გამონახვა, რომ შესაძლებელი იყოს საერთო სახელმწიფო პოზიციების გამომუშავება, ისე რომ შიდა საფრთხეები არ არსებობდეს. დღეს საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე ემუქრება ქვეყნის შიგნიდან. არასტაბილური პოლიტიკური სისტემა, არალეგიტიმური ხელისუფლება, ხალხს უსვამ. არ ვამბობ ამას ბოროტებით, უბრალოდ თავის სახელს ვარქმევ. კაცო, არჩევნები იმას ნიშნავს, რომ შენ თუ გაიმარჯვე, დამარცხებულმა გაღიაროს. 2024 წლის არჩევნების შედეგი არ აღიარა არავინ, სიხარ მარტო პარლამენტში, ხარ ხელმოჭრილი. ეხლა თვითმმართველობის არჩევნები გინდა იქნება როგორმე ლეგიტიმაცია მიიღო, ამიტომ სატელიტ პარტიებს მოძებნი, გადაუხდი დიდ ფულს, რომ მიიღონ მონაწილეობა, მერე დააფინანსებ კიდე. ეს პარტიები დაასრულებენ თავის პოლიტიკურ საქმიანობას, შეუნარჩუნებენ სიცოცხლეს, მკვდარ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც ინარჩუნებს საკუთარ თავს ხელისუფლებაში. ხას უსვამ. გამოსავალი არსებობს. გამოსავალი არსებობს ამ ხელისუფლების ფარგლებში, თუ ეს ხელისუფლება მიხვდება მთავარ რამეს. ქვეყანა არის დიდ კრიზისში. ამ დიდი კრიზისიდან გამოსვლა შეიძლება კრიზისის მიზეზების დაძლევით. კრიზისის საუკეთესო საშუალება ყველა დეფორმაციის გასწორებისა. კრიზისის საუკეთესო საშუალება ახალ ტრაექტორიაზე გავლისა. ჩვენ შევთავაზეთ ქართველთა დიდი გაერთიანების სახელითაც, მე ამაზე ადრეც საუბრობდი, სხვაც საუბრობდა ამაზე, თუ გნებავთ იგივე შესანიშნავი ადამიანი, როგორც არის დავით ჭავუკაშვილი, აი ნამდვილი მებრძოლი, ზვიად გამსახურდია გვერდით, უამგარო, გადატანილი 7 წლიანი დევნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიხარია, რომ მასთან ერთად ვაკეთებ ამ საქმეს. ჩვენ შევთავაზეთ. კრიზისს ვერ დაძლევს ეს ხელისუფლება. ძალმომრეობით რაც გინდათ კიდე დარჩები, მერე რა კონსტიტუციური რეჟიმი დარღვეულია ქვეყანაში, არაფორმალური მმართველობა, რომელიც სახელმწიფოს მომავალს უსწრებს. ჩვენ შევთავაზეთ, ხო ხარ ფაქტიური ხელისუფლება, იყავი?
მიღებულია 2 მოწვევის პარლამენტის დადგენილება, ერთზე მე მაქვს მიცემული ხმა, რომ 92 წელს სამხედრო გადატრიალება იყო და კანონიერი ხელისუფლება იქნა დამხობილი. ეს გაიმეორა შემდეგ პარლამენტმა 2005 წელს. ხასუსო, არავითარი სამართლებრივი აქტი მისაღები არ არის, ყველაფერი აღიარებულია. მაშინ ხელისუფლებამ უბრალოდ უნდა აღადგინოს უზენაესი საბჭო ხასუსო. ეს არის სიმბოლური, სამართლებრივი და კანონიანი ქმედება. ეს უზენაესი საბჭო იქნება, რომლებიც საერთო კონსენსუსის საფუძველზე პარიტეტულ საწყისებზე შეიმუშავებს, არა გაყალბებად საარჩევნო კანონს და დანიშნავს თქვენთან ერთად ახალ არჩევნებს. მეტი ფუნქცია მას არის. მთავრობა, თქვენ ხო ხართ მთავრობა, თქვენ დროებითი მთავრობის სახით გააგრძელებთ საქმიანობას, სანამ ახალი არჩევნები არ იქნება. ხო გაქვთ ხალხის იმედი, მოგმართავთ. ხო გონიათ, რომ ხალხი გიჭერთ. ასეთ არჩევნებში გამარჯვებული ქართული ოცნება, თუ გნებავთ ნებისმიერი სხვა პარტია, იქნება ხელშეუხებელი, ვერავინ ხვას არ მოიღებს, რა უნდა დაევალოს ახალ პარლამენტს, რომელიც მთავრობას აირჩევს. მთავრობამ უნდა ჩამოიღოს ყველა მტვერდადებული საქმეები, ვინც სიცხლის სამართლის დამნაშავეა 92 წლის გადატრიალებაში და შემდეგ არაერთ სისხლის ღვრაში, რომელიც ადამიანთა მსხვერპლით არის დასრულებული, წესიერი სასამართლო გზით გასამართლდეს თუ მოხერხდება საკმარისი მტკიცებებით, რაც სასამართლო გასამართლებას არ ექვემდებარება მასალების არასაკმარისობის გამო, აბსოლუტურად ყველაფერი ამინისტირებული უნდა იქნას და ქართული სახელმწიფოს მომავალი მოითხოვს, რომ ხვალიდან ამ დღის შემდეგ ჩვენ ახალი ფურცლით დავიწყოთ ცხოვრება, უკვე სამართლებრივ ჩარჩოებში შეთანხმებული ერთმანეთთან ჩვენ ვერ შეგვიყვარებთ ერთმანეთს ყველანი ის პოლიტიკური თვალსაზრისით უადრო მოწვევდებები, რომ აი ჩვენ და გვიყვარდეს ერთმანეთი, გავერთიანდეთ ერთად და ასეთი რამ სოფლიოში არ ხდება. როგორც შეიძლება მთელი ქვეყნის მოსახლეობას უყვარდეს ერთმანეთი, მაგრამ არის მეორე, უფრო მნიშვნელოვანი. ერთიანი სახელმწიფოს ქონა და ერთიანი მომავლის პერსპექტივა ამ ქვეყანაში ჩვენ გვაიძულებს საჯარო სფეროში შემოსულ კაცსა მოვეპყრათ სამართლიანად, ძალიან ყურადღებით მოусმინოთ, ძალიან ხისტად გავაკრიტიკოთ, საოცრგოდოებისთვის სასარგებლო რამ მივიღოთ, რაც არა უარყოთ, ეს არ გამორიცხავს ხის კამაც, მაგრამ ეს გამორიცხავს იმ უზნეობას, რაც დამკვიდრა საქართველოში, ვირეშმაკულ დამოკიდებულებას, წმინდა წყლის ბოლშევის, როცა ადამიანს სხვანაირად მოაზროვნე ადამიანი ეზიზღება, ეს არის ბოლშევიზმი, სხვა არაფერი. არავითარი ნორმალურ საზოგადოებაში მამებსა და შვილებს შორის დავა არ შეიძლება იყოს. ჩვენ შეიძლება, რა არის მამების ფუნქცია და ჩემი უფროსი თაობის ფუნქცია. ყველაფერი ისე მოვამზადოთ, რომ ახალი თაობა, რომელიც ჩაიბარებს ამ ქვეყანას, იმ მემკვიდრეობით ტრაექტორიაზე იჯდეს, რასაც ქართული კულტურის, ქართული ენის, ქართული ხალხის განვითარება გვაქვს. აბა ჩვენ სხვა რა უნდა გვინდოდეს? არა ზიგზაგები, არა იდეოლოგიური, რომ ითქვან უბედურებები, არამედ ეს არა გვაქვს ქვეყანაში. მოშლილია ყველაფერი რის საფუძველზეც შეიძლება მომავალი აშენდეს. ფაქტიურად დღევანდელი გადასახედიდან საქართველოს ქართულ სახელმწიფოს ქართველებს ამ ქვეყანაში მომავალი არ აქვს. კიდე გეუბნებით, რა მომავალზე გინდა თქვენ ოცნებობა, როცა ორი გამანადგურებელი რამ თუ სასწრაფოდ არ იქნა ცვლილებები, განხორციელები, უბრალოდ დახურავს ქართველების ისტორია საქართველოში. დემოგრაფიულად ნადგურდება საქართველო. საშინელი მდგომარეობა.
მიგრაცია არის ქვეყნიდან ხალხის განდევნა იმის გამო აქ ცხოვრების პირობებს არ უქმნიან, არც სამუშაო ადგილები შეიქმნება. გამორიცხულია ამ ხელისუფლების ხელში საქართველოს მოქალაქეებისთვის რაიმე კარგი გაკეთდეს. გამორიცხულია. ინტენსიურად გეუბნებიან წადი აქედან, ეგერ გაგამგზავრებთ ევროპაში და რა სამუშაოზე აგზავნით. უმძიმეს სამუშაოზე აგზავნით ქალბატონებს, რომლებიც არის ამ ქვეყნის ბურჯი, ოჯახების ბურჯი. მე არაფერს ვამბობ განათლებაზე, ცალკე თემა, მეცნიერებაზე არაფერს ვამბობ. ნახეთ ყველაფერი როგორ გახდა სამეცნიერო სფერო, განათლების სფერო როგორ გახდა ფულის საკეთებელი ცეხები. საბჭოთა პერიოდში ჩემი თაობის ხალხმა იყო ცეხები, სადაც მეცეხეები იყვნენ და დიდ ფულს აკეთებდნენ. ეხლა უკვე ლეგალიზებულია ეს ცეხები. ოღონდ იქ თუ რაღაც წარმოებას აკეთებდნენ და შემდეგ უზარმაზარ კავშირში აგზავნიდნენ და ფულს იღებდნენ და ან უხარისხო რამეებს. ახლა აქ ლეგალიზებულ სფეროში იქ წვენებს თუ აგზავნიდნენ უხარისხოს და ამისთვის ზოგჯერ იჭერდნენ, აქ ფულს აკეთებდნენ საკუთარი ქვეყნის მომავლის ახალგაზრდების განათლების განადგურების ხარჯზე. და ეს არის უბედურება. დაგირეკავთ მაგრამ მოდი შეგიხდით. აი ეს თემებია, რომლებიც გასააზრებელია. მე ველოდები რომ კითხვები იქნება, კიდე გეუბნებით ძალიან საშიში მდგომარეობა. არაფერი გამორიცხული არ არის, იმიტომ რომ დასავლეთის მხარეს არ ჩანს ისეთი მყარი კონსულტანტები, რომლებიც არ სწავლენ ბირთვულ ომზე. არ ჩანს. ეხლა თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ქართველები კარგად იქნებიან, თუ რუსეთს დაარტყამენ, ესე იგი ბირთვულ იარაღს, ერთი ეს ფაქტობრივად რა იქნება, ღმერთმა იცის, დიდ დასრულდება. ჩვენ მართებს გონიერება, ჩვენ მართებს პრაგმატული აზროვნება, ჩვენ მართებს ჩვენი ხელისუფლების იძულება, არა იმისთვის იხარჯებოდნენ, ფულებს არჩევენ ერთმანეთში და აფშაკში ფულის მოტანას აიძულებენ ხალხს და ერთი პოლიტიკური განცხადება არ კეთდება, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რა გზით მიდის ქვეყანა. ამიტომ დასაფიქრებელია, ძალა რო იყოს ქვეყანაში, ამას ვაიძულებდით, ჯერჯერობით ეს ძალა არ არის, მაგრამ იმედია რომ ეს ძალა ჩამოყალიბდება. ამიტომ გადევნოთ თვალყური, უახლოეს დღეები ძალიან დაძაბული იქნება, ყველა ძალიან შეშინებულია, შიში ნორმალური გზნობა ადამიანისა, იგივე ამერიკელი საღი ანალიტიკოსები ნახეთ, ეხლა შეფერი ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ძალიან სერიოზული წარმომადგენელი რა შეფასებებს აკეთებს, ის ფაქტობრივად საკუთარ მთავრობას უზარმაზარ პრეტენზიებს უყენებს. თქვენ რა გონიათ, ეხლა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხალხი, იგივე მაკგოვერნი, იგივე თუ გნებავთ სამხედროები, რომლებიც ამერიკულ ეკრანებზე ჩანან და საოცარ რაღაც ანალიზებს აკეთებენ. ესენი შემთხვევითი ხალხია და თავიანთი ხუშტურების მიხედვით მოქმედებენ? არა. მათ აქვთ არანორმალური ინფორმაცია, მათ იციან ყველაფერი. როგორ შეიძლება რეი მაკგოვერნი, რომელიც 20 წელი ამერიკის პრეზიდენტისთვის პირადად სოფლიო მოვლენების ანალიზს აკეთებდა და მის მაგიდაზე იყოს ყოფილი? რანაირად შეიძლება ცოდნე კაცი, ანალიტიკოსი იყოს ყოფილი? ყოფილი შეიძლება იყოს ქართველი დღევანდელი პარლამენტის წევრი, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს. ამიტომ რა იცით, ამ საუბრებმა ჩვენ უნდა დაგვაყენოს სახე. მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ ჩემს ამ საუბრებს ძალიან კრიტიკულად შეხედავთ. დამიწერთ, რომ
რაც ისურვებდით, რა გნებავთ ჩემგან, კიდევ უფრო უკეთესად გავაკეთო, მე საუბრობ მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ გავიდეთ შედეგზე. სხვა მე არაფერი არ მაწუხებს. ამიტომ ეხლა მოდით რომ არ გადაგღალოთ, დღეს დაგემშვიდობებით, დიდი მადლობელი ვარ რომ უსმენდით ამ ყველაფერს. მადლობა ის რომ მეორე გადაცემა 39,000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა, პირველი 41-ზე მეტმა ათასმა ნახა. მე იმედი მაქვს რომ მალე რაც უფრო გახმიანდება ეს გადაცემა 100,000 ადამიანიც ნახავს ამ გადაცემას თუ მეტი არა. ეს იქნება უდიდესი რომ იტყვიან ჩემი პასუხისმგებლობის და ჩემი შრომის გამართლება და მე შემიძლია დაგაჯეროთ თქვენ და თქვენ ამას თქვენ თვითონ იგრძნობთ რომ ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში როცა ისტორიული პარალელები გავლებული ვერ იქნება ჩვენ ვერ მოვიხმობთ წარსულის გმირებს ხაზგასმით ამბობ გინდა ახლო წარსულისა გინ ძველი მომავლისა ჩვენ ვართ ცოცხალი თაობები და ამ თაობაში უნდა მოიძებნოს განსაკუთრებულად მონდომებული ხალხი რომლებიც იტვირთავს რომ ქვეყანა არ გაუბედურდეს ხას უსვამ ქართული ღევანდელი საზოგადოება 2-3 თაობა რომელიც ქმედუნარიანია და რაღაც მოეკითხება იმდენად განადგურებულ პერიოდში ყალიბდებოდა ადამიანად უფროსი თაობა აიღეთ ჩაფრთა პერიოდში ინფანტილიზმი და ასე შემდეგ მერე ნგრევა უბედურება მერე ეს სიდამპლე რასაც ნეოლიბერალიზმი და შენ ევროპისკენ წასვლა ნიშნავს ადამიანებს არ ჯერათ საკუთარი თავის და მით უმეტეს მის გვერდით დგომი ადამიანი არაფრად არ მიმაჩნი რაღაცა იდეებზე არიან აი ევროპაში თუ შევალთ კარგად ვიქნებით ან რუსეთში თუ შევალთ კარგად ვიქნებით კიდე დავნებით ცოცხალ თაობებში თუ საღად მოაზროვნე ადამიანების მინიმალურად აუცილებელი რაოდენობა არ არის ჩვენს თაობებში ვინც არის ცოცხალი აქედან უნდა აიკრიბოს ის ძირითადი ბირთვი რომელიც გატეხავს ამ ჩამპალ ჭაობს რამაც 33 წელია ქვეყანა ფაქტობრივად განადგურების პირას მიიყვანა ამიტომ ვისეძებთ სტალინს ვერ გააცოცხლებთ დავით აღმაშენებელს ვერ მოიყვანთ გიორგი ბრწყინვალეს ვერ მოიყვანთ ამას ვერ მოიყვანთ ეს ისტორიული პარალელები გონების სისუსტეა სხვა არაფერი შეხედეთ ერთმანეთს შეხედეთ თქვენს თანამემამულეებს მიუდექით კრიტიკულად ნახეთ ვის რა მოძრავებს რა უნდა ამ ხალხს რატომ მოვიდნენ საჯარო სფეროში და თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ გარანტირებულად გეუბნებით არ არსებობს შანსი ქართველებმა საქართველოს შეინარჩუნონ 7-8 წელწადი ასე რომ გაგრძელდეს თქვენ იქნებით აქ ეროვნულ უმცირესობაში ეს იქნება ტრაგედია ეს იქნება დასასრული ამ ქვეყანას გაუჩნდება ახალი პატრონი და ის ამ საოცარ ქვეყანას ზღაპრულად მოექცევს მაგრამ ეს თქვენი ქვეყანა არ იქნება ეხლა რა გვინდა ჩვენ ეხლა ვიღაცებს ავყვეთ რაღაც იდეოლოგიურ სისულელებზე ვიღაც ბელადებს ვზდიოთ არიქა მათი იმედი გქონდეს ბანაკებად გავიყო და აუ შენ ამნაირი ხარ მე მიშა მიყვარს მე ბიძინა მიყვარს ვინც გინდა ეგ ვიყავთ მაგრამ ეს ქვეყანა ვერც ბიძინის იმედზე იქნება და ვერც მიშას იმედზე ვერ იქნება ეს იქნება საღი ქართველების იმედზე თუ ეს სისაღე ქვეყანაში არ არის ყველაფერს დაემშვიდობებით ამიტომ საუბრობ მე დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის მე ველი თქვენს კითხვებს თქვენს მოთხოვნებს თუ რა გაუმჯობესო რა საკითხები განმარტო უკვე და 4 შაბათს მე სწორედ ამ საკითხებზე ანუ თქვენს კითხვებზე და განმარტებებზე მექნება მთელი ყურადღება გადატანილი 4 შაბათს 21 საათამდე გემშვიდობებით